ვინ არის ლელი? ყველაზე რთული კითხვა რო იცოდეთ, თულესი გადასაღები იყო ეს ფოტო რო გადამეღო 3 საათი ველოდებოდი ამ მომენტს. იქ ადგილზე ორსოს მუზეუმში. სულ ამბობ რომ ამ გადაღების მერე 10 წელი დავკარგე ცხოვრება თქო. ერთადერთი კითხვა ალბათ, რომელიც ყველაზე მეტად მაგიჟებს, ეს არის რომელი ფოტოგრაფი გიყვარდა. იმედია საინტერესო ვიყავი. გამარჯობა, მე ვარ ლელი და მე ვიქნები ჩემივე პოდკასტში სტუმარი და გავცემ კითხვებზე პასუხს, რომელიც ესე დაგროვდა და მე მგონია რომ საინტერესო იქნება თქვენთვის, ცოტა გაიგოთ ჩემ შესახებ. დავიწყოთ. ვინ არის ლელი? როცა ვინმეს ვესალმები, ესე ვამბობ, გამარჯობათ, მე ლელი ვარ, ფოტოგრაფი. აი, ეს ვარ მე. ფოტოგრაფი ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის, არა ფოტოხელოვანი, ან სხვა რამე, პირდაპირ ფოტოგრაფი, იმიტომ რომ ძალიან მრავალფეროვანი დარგია და იძლევა საშუალებას სხვადასხვა ფორმაში, ფორმატში იმოღვაწეო. თუ ცუდი სიტყვა ეს იმოღვაწეო, მაგრამ უდეთ ვთქვათ, იმუშაო. შეგიძლია გადაიღო ჟანრები, როგორიც არის ქუჩის ფოტოგრაფია, დოკუმენტური ფოტოგრაფია, შეგიძლია გადაიღო სტუდიაში და შესაბამისად ეს ყველაფერი ფოტოგრაფია აერთიანებს ამ ყველა ჟანრს. ოკეი, რატომ ადამიანები ლელის ფოკუსში? ანუ რატომ ეს პოდკასტი და რატომ ესეთი სათაურით? ეს იმიტომ რომ ძალიან მიყვარს ლაპარაკი. ლაპარაკი მიყვარს ფოტოგრაფიაზე, უსასრულო შემიძლია ამ თემაზე ვისაუბრო და ის ხალხიც მიყვარს, ვინც ამ თემაზე ამყვება. და რაღაცნაირად ისე ხდება, რომ ბევრ დროს ვერ ვატარებ ამ ადამიანებთან ერთად, იმიტომ რომ სულ მუშაობ, სულ გავრბივართ და ვიფიქრე, რომ ჩვენი საუბრები თქვენთვისაც იქნებოდა საინტერესო და ამიტომაც რატომ არ უნდა გაგიზიაროთ? გიზიარებთ ჩვენს დიალოგს ფოტოგრაფიაზე, რომელიც უკვე თქვი რომ არის ძალიან მრავალფეროვანი. ეს ადამიანები ქმნიან ფოტოგრაფიას და შესაბამისად მათი გამოცდილება, ხედვა შეიძლება თქვენთვის ძალიან საინტერესო იყოს. ჩემთვის კიდე ის არის საინტერესო, რომ ეს ადამიანები მოდიან, საუბრობენ ღიად, თავისუფლად და რაღაცნაირად შინაურულად. ამიტომ იმედია გამომდის კარგად და თქვენც ხართ ამ ყველაფრის მონაწილე. დიდი მადლობა. მესამე კითხვა, როდის გაჩნდა ჩემს ცხოვრებაში ფოტოგრაფია? ესე იგი, ესე ვამბობ ხოლმე, როცა აზრი მომეკითხა, როცა უკვე შეიძლებოდა ვთქვათ, რომ რაღაცა ფიქრი ჩადგა ჩემში, მაშინ აღმოვაჩინე ფოტოგრაფია. სადღაც ვიყავი 15 წლის. ეს იყო 90-იანები და როგორც უმეტესი ფოტოგრაფები ამბობენ ხოლმე, ფოტოგრაფიამ მიპოვნა მე და არა მე ვიპოვე ფოტოგრაფია. ანუ რაღაცნაირად ერთად მოვდივართ, რაღაც ურთიერთობა გვაქვს. შესაბამისად, ჩემი ფოტოგრაფია ჩემთან ერთად იზრდება. ანუ როგორც თინეიჯერობის დროს, რასაც ვიღებდი, შესაბამისად დღეს ეგეთ თემებს აღარ ვიღებ სამწუხაროდ სხვათა შორის. მაგრამ ჩემი სტუდენტები იღებენ და ამით რაღაცნაირად ვივსევი. ჩემთან ერთად იზრდება ჩემი ფოტოგრაფია, თემებიც, იდეებიც, სამსახურებიც და სულ არის ფოტოგრაფია ჩემს ცხოვრებაში და მუდმივად არის ახლის აღმოჩენა. აი ხა ბოლო პერიოდში ძალიან მომეწონა, მაგალითად დავიწყე მოგზაურობის ფოტოგრაფია. ეს არ არის ის მოგზაურობის ფოტოგრაფია, რომელიც ისე ხანდახან დავდივართ ხოლმე ტურისტულად და ვიღებთ. ეს რაღაცნაირად ესე ფოკუსირებულად ასეთი რაღაც გადავწყვიტე, რომ მოდი გავაკეთოთ ესეთი ჟანრიც და მე გაგიზიარებთ ამ ფოტოებს და იმედია მოგეწონებათ. მე როგორც ლელი მოგზაურობის ფოტოგრაფი. ოკეი. ყველაზე რთული კითხვა რო იცოდეთ. ეს არის ჩემი საყვარელი ფოტოკამერა. ჩემი საყვარელი ფოტოკამერა არის ყველა კამერა, რომელიც მაქვს. და მაქვს ბევრი. ეხლა რატო?
მიუხედავად იმისა, რომ მე ვმუშაობ ციფრულ ფოტოგრაფიით, ჩვეულებრივ ფოტოაპარატებით და მიყვარს ძალიან, რა თქმა უნდა, Canon-ი. რა თქმა უნდა, Canon-ი არა, მაგრამ Canon-ი, იმიტომ რომ Canon-ი იყო პირველი კამერა, რომელიც მე მქონდა. ელექტრონული კამერა, როდესაც მუშაობდი საინფორმაციო სააგენტოში და მას მერე რაღაცნაირად მის ერგომეტრიას შევეგუე, მის ღილაკებს, როგორ მუშაობს ავტოფოკუსს და ესე წლებია მოვდივარ Canon-თან ერთად. თუმცა არ ვიზღუდები ციფრულ ფოტოგრაფიაში მაქვს ასევე Fuji-s ფოტოკამერა, რომელსაც ვიყენებ მოგზაურობის დროს. მაგრამ ჩემი ყველაზე ფავორიტი კამერები მაინც არის ფირის კამერები, განსაკუთრებით საშუალო ფორმატის, მაქვს Yashica-s კამერა და ასევე ვიწრო ფირის, მაქვს Contax-ი, Nikon-ი, Pentax-ი, Canon-ი თავისთავად და სხვათა შორის ეს კამერები ძალიან მეხმარება თხრობაში, ესე ვთქვათ, ანუ როგორი რაღაცა არის, რომ მივამსგავსოთ ფუნჯებს, აი რომელი ფუნჯი რაღაცას როგორ ხატავს დაუშვათ, რაღაც კონტურს როგორ საკეთებს. კამერები შესაბამისია. რაღაცა თულია, რა ხელსაწყო არის რაღაცა ამბის გადმოსაცემად და თუ სადღაც მივდივარ, ვფიქრობ ხოლმე, აი რომელი წავიღო, რომელი მოუხდებოდა ამ გარემოს, ან ამ ამბავს და შესაბამისად კამერებიც მას ერგება იმ ამბავს, რომლის გადაღებაც მინდა. ფოტო, რომლითაც გამიცინეს და დამიმახსოვრეს. ეს არის ესეთი გამოთქმა ცხოვრებაშიო, ფოტოგრაფმა თუ 3 კადრი გადაიღო, მაშინ მასო შეუძლია აღარაფერი აღარ აკეთოსო, მას უკვე აქვსო 3 კადრიო და დაიძინოსო. მოკლედ მე 3 კადრი ჯერ ესეთი არ მაქვს, მაგრამ მაქვს 2. ერთი კადრი არის უბრალოდ ერთი გადაღება. ეს არის 2008 წელს გადავიღე გორის ომი, ვიყავი 2 დღე გორში. და ამ გადაღებით დაჯილდოებული ვარ ღირსების ორდენით. მეორე კადრი ეს არის, როდესაც მუშაობდი საქართველოს მეოთხე პრეზიდენტთან, გიორგი მარგველაშვილთან, მისი და პირველი ლედის მაკაჩიჩუას ვიზიტი იყო საფრანგეთში, ბოლო ვიზიტი და იქ მაქვს გადაღებული კიდევ ერთი კადრი, რომელიც ხალხმა ძალიან შეიყვარა და რაზეც ძალიან მადლობელი ვარ, იმიტომ რომ ურთულესი გადასაღები იყო ეს ფოტო რო გადამეღო 3 საათი ველოდებოდი ამ მომენტს. იქ ადგილზე ორსეს მუზეუმში. გამოცდილება, რომელმაც შემცვალა. საერთოდ ნებისმიერი გადაღება მცვლის. თუ აი გაჩნი ამბავს, გაჩნი რას იღებ, რა თქმა უნდა, მაგრამ იმით ვართ ფოტოგრაფები განსხვავებულები, რომ ის თემები, რასაც ჩვენ ვაშუქებთ, რასაც ჩვენ ვიღებთ, ჩვენში ტოვებს კვალს და ამიტომ უკვე სხვანაირები ვხვდებით ყველა გადაღების შემდგომ, იმიტომ რომ სხვანაირი ფიქრი მოდის, დაფიქრება ასე შემდეგ, მაგრამ რაღაც ესეთი ეტაპები მეც მქონდა ცხოვრებაში. ყველაზე რთული ეტაპი ალბათ იყო გორის ომი, სულ ამბობ, რომ ამ გადაღების მერე 10 წელი დავკარგე ცხოვრება თქო. ეგ იყო, შემდგომ მანამდე ძალიან ბევრი გადაღებები მქონდა სხვადასხვა კონფლიქტურ ზონებში და შესაბამისად, რა თქმა უნდა, ეს ყველა ჩემში კვალს ტოვებდა ამ თემასთან კავშირში. ასევე ძალიან შემცვალა უკრაინის ომის თემამ, რომელიც გადავიღე 2 წლის წინ. ანუ როცა ჩამოვედი უკრაინიდან, ჩამოვედა სულ სხვა ადამიანი და სხვანაირად დავაფასე ცხოვრება. და ყველა სამსახური, რომელშიც მუშაობდი, რა თქმა უნდა, ყველამ დატოვა ასევე ჩემში კვალი. იმიტომ რომ ის მარტო გადაღება არ არის, ასევე არის ადამიანები, რომთანაც ურთიერთობ, ანუ ესენი ძალიან მცვლიან მე და ამიტომ ეს გამოცდილებებია, რომელიც მცვლის, ამიტომ ძალიან ფრთხილად ვუდგები ყველა გადაღებას, რომ ვიცი ეს რამხელა ამბავს დატოვებს ჩემში. კაი, ეხლა უკვე მივდივართ ბოლოსკენ ნელ-ნელა, იმედია თავი არ მოგაბეზრეთ და
გავაგრძელებ. კითხვა, რომელიც არ უნდა დამისვა და კითხვა, რომელსაც არასდროს დავსვავ. ესე იგი, ერთადერთი კითხვა ალბათ, რომელიც ყველაზე მეტად მაგიჟებს, ეს არის რომელი ფოტოგრაფი გიყვარს. ამ კითხვაზე შეიძლება გული წამივიდეს. იმიტომ რომ არ მყავს. მყავს ფოტოგრაფები, რომლებიც მომწონს, ძალიან მომწონს. ვთვლი რომ მათი ყურება ჩემთვის იდენტურია როგორც წავიკითხოს კარგი წიგნი, ნახო კარგი ფილმი. იმიტომ რომ ეს ფოტოგრაფები, რომლებიც არიან ძალიან გავლენიანი ფოტოგრაფები, რომლებმაც შექმნეს ხო ფოტოგრაფიის ისტორია, ის ადამიანები თავიანთ ისტორიას ქმნიან პირველ რიგში. ამიტომ არ მყავს საყვარელი ფოტოგრაფი, მაგრამ ძალიან ბევრი ფოტოგრაფი მომწონს და ვაფასებ და ვსწავლობ მათგან. ანუ უფრო მასწავლებლები არიან ეს ფოტოგრაფები, ვიდრე მომწონს. ყველაზე მთავარი ცხოვრებაში ჩემთვის არის ჩემი ოჯახი, ჩემი შვილი ანდრია. ოკეი. ესე იგი, ბოლოს წინა 20-25 წელი რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ წელს ჩემთვის. საიდან დავიწყო? ეს წელი იყო ჩემთვის სიახლეების წელი, მიუხედავად ყოფილი სტრესისგან, რაც ირგვლივ ხდებოდა, ამ ყველაფრის გარდა, იყო სიახლეები. დავიწყე პოდკასტების ჩაწერა და ძალიან მომწონს. ასევე ვიმოგზაურე ტიბეტში. და ეს არის ის და ინდოეთში, რომელმაც აი ამ ორმა ქვეყანამ საოცარი გავლენა მოახდინა ჩემზე, ფიქრი სრულიად სხვანაირად დამაწყებინა, რაც მადლიერი ვარ იმ ადამიანების, რომლებმაც ხელი შემიწყოს და წავედი და ვიმოგზაურე ამ საოცარ ქვეყნებში. კიდე ის მნიშვნელობა ჰქონდა, რომ გაცოცხალი ვარ. არ ვიცი. კაი, და ბოლო კითხვა. როგორი მინდა იყოს 20-26 წელი? 20-26 წელი მინდა იყოს ჩემთვის მოგზაურობის წელი. ოღონდ არა ფიზიკურად მხოლოდ მოგზაურობის, არამედ ჩემი, ასე რომ ვთქვათ, წარმოსახვის მოგზაურობის წელი იყოს, სადაც შემიძლია გავაკეთო, ვიმოგზაურო ბევრ ადგილებში, გავაკეთო ის საქმეები, რომლებიც ძალიან დიდი ხანია მინდა რომ ვაკეთო და სამწუხაროდ ვერასდროს ვერ მოვაბითავი და დრო არ მქონდა ამისთვის. ასევე მინდა რომ ეს იყოს თავისუფლების წელი იყოს. გამარჯვების წელი იყოს და საინტერესო პროექტების. და რა თქმა უნდა, ჩემი პოდკასტი რო იყოს წარმატებული, ეგეც ძალიან მინდა. გონი ეს იყოს სულ. დიდი მადლობა, იმედია საინტერესო ვიყავი. 20-26 წელს პირდებით საინტერესო სტუმრებს, საინტერესო თემებს, ასე რომ გამოიწერეთ ჩემი YouTube არხი, რომ არ გამოგრჩეთ რამე. ასევე ძალიან დიდი მადლობა მასპინძლობისთვის ბაბალეს სოციალურ საწარმოს, სადაც ვარ აი ესეთ რაღაცნაირ ზღაპრულ სამყაროში, ასე რომ თქვენ შეგიძლიათ მომბრძანდეთ, ნახოთ ამ საოცარ ადამიანების მიერ შესრულებულ ხელოვნების ნიმუშებს. ასევე მინდა გისურვოთ, რომ 20-26 წელი თქვენთვის იყოს საუკეთესო მოგონებების წელი და რა თქმა უნდა არ დაგავიწყდეთ, რომ ეს მოგონებები ფოტოაპარატზე გადაიღოთ. დიდი მადლობა.